მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს გავაკეთოთ ჩვენ გაშლა რა გააცნობიერა მან დღეს შენზე. არ ვიცი დღეს მოითხოვა ჩემმა დასტამ კლასიკამ, ამაზე ვმუშაობ მხოლოდ კონსულტაციებს, როცა ვატარებ პირად კონსულტაციებს, მაგრამ რაღაც ძალიან მოითხოვა და რაღაცა ეთყობა უნდა მოგიყვეს ჩვენ საინტერესო. ნუ ვკითხოთ, ხო? რადგან ასეთი ის წამოვიდა მოთხოვნილება. ოკეი. ვნახოთ ახლა ჩვენ პირველ რიგში თან მანარაც დღეს რა ვიცი რა ხდება მანარამაც მეც მინდაო მაგრამ ნახოთ ახლა მთავარია აქ მანარამ ახლა მე არ მიღალატოს იმ დრო იცით თქვენ ხო რომ მანარას არ აქვს ისეთი აქვს უფრო სწორედ ისეთი ნახატები რომ ზოგჯერ შეიძლება მაგისე გამოჩენა YouTube-ზე ნუ ნახოთ ახლა რას იზავენ მოითხოვოს ჩვენს გამოვიყენოთ ხო ვნახოთ ახლა ამ წუთში რა ურთიერთობა გაქვთ თქვენ და მე უკვე დანარჩენი გავაკეთოთ ახლა. ამ წუთში რა ხდება თქვენთან? რა ხდება თქვენს ურთიერთობაში? ნუ პრინციპში ისეთი არკანები, რომელიც შეგვიძლია დავანა. ეხლა ნახეთ რა ხდება აქ. საერთოდ ახლა მანარას აქ როგორი მომენტი იცით ახლა შეყვარებულები აქ ცოტა სხვა რამეს აჩვენებს რა და შეყვარებულებს აქ არის როცა ორი ადამიანი ნახეთ სიყვარული არის მაგრამ აქ უეჭველი არის ამ ურთიერთობაში რაღაცა მომენტი როცა ადამიანები ერთმანეთს მოდი ასე ვთქვათ პირდაპირ აწამებენ მაგრამ ეს არის აქ მე ვერ ვეტყვი რომ აი ნამდვილად მასე, არც ღალატი, არც არაფერი, უბრალოდ არის როგორ, აი თითქოს, ნუ კი, დავუშვებ, რომ გადიან რაღაცა გაკვეთილებს აქ ადამიანები, მაგრამ აქ აი ამ, ნუ ამას ქვია, დასჯა რა ამ არკანს და აი აქ არის როგორი თემა, იცით, როცა ორივენი თან ისაჯებიან, თან ამავდროულად არიან ერთმანეთზე დამოკიდებული და თან ორივენი ამ დასჯას იტანენ. ანუ განგებაკეთებენ რაღაცას ისეც, რომ რასაც მაგათ ახლა, ნუ ტკივილს აყენებს რა. აქ მანარაში არ არის შეყვარებულები, რომ ერთად არიან რაღაც არჩევანი კი. იმიტომ რომ აქ შეუძლიათ ორივე ადამიანს და ამით ვერ ვეტყოდი მე რომ თქვენ დაუშვოთ ახლა ხართ ურთიერთობაში, სადაც ცოტა ასე დავამაყო. ხართ ესეთ ურთიერთობაში, რომ აი დაუშვოთ აი ცოლ-ქმარი, ან რა არა. აქ თუ დაუშვოთ ცოლ-ქმარი ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ, იცით, აი მიდი მოვდივარ რა. ანუ ერთად არ არიან, იმიტომ რომ მანარაში უფრო აჩვენებს იმას, რომ შეიძლება რამე ტკივილი უფრო არის რა. ნუ ახლა ეს რო არის რაღაცა კარმული გაკვეთილები და კარმული ურთიერთობა, ამას არ გამოვრიცხავ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ როცა აი სიყვარული როცა არის მონათესავე სულების ურთიერთობა, მან რა თქმა უნდა ეგეთი თემები არის ძალიან ნაკლებად. როცა არის აი ეგეთი მომენტები, სადაც ერთმანეთს ადამიანები ასე რო ვთქვათ, გაწამებენ, აი ეს არის უკვე ნამდვილი კარმული ურთიერთობა რა. ნუ ნახოთ ახლა გოგოს პოზიცია და ბიჭის პოზიციაც ვნახოთ. გოგო. აი გოგო არის როგორ ენერგიაში, იცით, უკვე თქვენ იმდენად დაიღალეთ ამ ყველაფრით, იმდენად უკვე მართლა ნერვები აღარაფრის აღარა გაქვთ, რომ თქვენ ახლა ამ წუთში ხართ როგორ, იცით, ვერც ვეტყვი რომ თქვენ უკვე დაანებეთ თავი ამ ურთიერთობას და არ ფიქრობთ და არ გაინტერესებთ და არანაირად არა. ვერც იმას გეტყვით რომ 100%-ით ხართ უკვე თქვათ დარწმუნებული რომ ამ ურთიერთობაში დარჩეთ. ეხლა მიზეზი აქ ნუ მიზეზი არის ზუსტად ეს მიზეზი რა. აქ ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა იყოს, მართლა დაიღალეთ რა. მართლა დაიღალეთ, შეიძლება საქციელებისგან, ნუ რაღაცა მომენტებისგან, მაგრამ ნახეთ აქ რატო ხდება ეს სიტუაცია. აქ არის ურთიერთობა, საერთოდ კოშკიც არის ძალიან სხვანაირი განსხვავებული მანარაში რა. აქ არის კოშკი, რომელიც აჩვენებს, რომ ყველაფრის მიუხედავად რა, ვინც არ უნდა იყოს უარზე ვთქვათ, აი ჩვენი ურთიერთობის, ჩვენ მაინც გვინდა ვიყოთ, ნუ მაინც ვიქნები ერთ და აქ შეიძლება იყოს დაუშვოთ სხვაობა, რელიგია, საზოგადოება, რაც გინდათ, რა ვიცი, მილიონ მიზეზი შეიძლება იყოს აქ, რომელიც შეიძლება იყოს, ნუ თქვენ სიტუაციაში წინააღმდეგობას, ვთქვათ, ასე ასახებდეს რა, ეს მომენტები, მაგრამ
თქვენ როგორ ხართ, იცით? ვერ ვეტყვი აქ, რომ თქვენზე დაუშვათ მოქმედებს რამე ეს სხვაობა. უბრალოდ შეიძლება აი ეს გაუგებრობა. აქ გოგო არის მიყვანილი უკვე იმ დონეზე, რომ ნამდვილად აი ბეწვზე რო იტყვიან, მაგრამ აი ეს ენერგია, ეს კოშკი არ უშვებს რა. აქ რა თქმა უნდა, კოშკი ყოველთვის კარმული თემა არის, იმიტომ რომ ჩვენ აქ გავდივართ რაღაცა სიტუაციებს და მით უმეტეს ნახეთ, თუ არის დიდი სხვაობა ასაკში, ხო? ეს ყოველთვის არის, კარმული ურთიერთობა. ყოველთვის არის რა. მეტნაკლებად არის, ეს ძალიან იშვიათად რომ დაუშვათ არ იყოს რა. აი ძალიან არ აქვს მნიშვნელობა იქით თუ აქეთ. თქვა თუ ხალე უფროსი თუ კაცი უფროსი არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ აქ ადამიანები გადიან ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს. და ბიჭი რა ენერგიაში? ბიჭი არის ნახეთ ახლა ვითომ წავიდა, მაგრამ არ წავიდა. აი მე როგორ დავმალო. ანუ ეს არკანი ამაზე ამბობს, რომ ესეც გადაღლილია. ორივე გადაღლილები ხართ. მოდით ასე ვთქვა, თქვენი სიტუაციებით. აი ორივენი. და ესეც ეს არკანი იმას ნიშნავს, რომ ახლა კი ვითომ ახლა შეიძლება აქ არის თქვენ შორის, თქვა, განშორება და მაგრამ აქ არ არის დასრულება. აი ამ არკანში არ არის დასრულება, აქ უბრალოდ არის შეიძლება შინაგანი რაღაცა ბრძოლა კი აქ არის ახლა აი ისე ვისი გეუბნეთ, აქ ურთიერთობა, სადაც ორი ადამიანს აქ აი უკვე გადაღლილობა რა, გადაღლილობა. ამას აქ შიშები, ძალიან ბევრი შიშები, მაგრამ ეს უტყვილი შიშები არის, რის გეშინია შენ აქ. ამას აქ ძალიან დიდი შიში აქვს იმისი, რომ შეიძლება ეს ურთიერთობა დასრულდეს, იმიტომ რომ აი ახლა ვნახოთ ჩვენ რატომ, იმიტომ ჩვენ ახლა ხო მაგაზე უკვე უნდა ვკითხოთ, ხო? და ამიტომ так ცოტა ასე დავდებ. იმედი არაფერი ისეთი არ ჩანს, რასაც შეიძლება რომ ჩანდეს. იმიტომ რომ აქ ადამიანის სიყვარული აქ სუდღე და ღამე ფიქრობს რა. შიში აქ არის დიდი შიში დებს იმისი, რომ შეიძლება დავკარგო. გაიგეთ? აი პლუს კიდე აი აქ გოგომ ამას ახლა დაანახა, ბიჭს დაანახა ძალიან ბევრი მისი მე ასე რომ ვთქვათ რა, თუ შეიძლება ქართულად ასე რომ ვთქვა. ანუ ეს როგორ არის, იცით? აი როცა ურთიერთობაში, ჩვენ ხო ვიცით უკვე ვინც ჩემთან ხართ, ახლა არხზე თქვენ უკვე იცით რომ ჩვენ სხვანაირად კი არა, სწორედ მე ვფიქრობ, უყურებთ ურთიერთობებს, ხო? არა მხოლოდ იმაზე უყვარვარ არ ვუყვარვარ და როდის დაბრუნდება. ჩვენ აქ ღრმად ვარჩევთ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავარკვიოთ ხო სიტუაციები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იცით რა არის, აი მინდა გითხრათ, რომ წლები მუშაობ ურთიერთობებზე, წლები და აი არ ვიცი ვინ უნდა გამოჩნდეს ეს ადამიანი, ვინც დამარწმუნებს მე, რომ ურთიერთობაში მხოლოდ არის, თქვათ, რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტები, რაღაცები არა ვერ დამარწმუნებენ, იმიტომ რომ და ამას ვამბობ ძალიან ხშირად და უკვე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ არის სიტუაციები, რომელიც აი სხვანაირად ვერ აღწერ. რომ აი დაუშვათ რაღაცა არის აქ სიტუაციები, რომელიც უნდა დაამუშავო. ხშირად ეს ხდება მანძილზე. ჩვენ ყველაზე ძალიან ვერ ვიტანთ მანძილს, ხო? მაგრამ ზუსტად მან ხდება ეს ყველაფერი, ზუსტად მაშინ ხდება ის მომენტები, როცა ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ, ხო? და ან ვხედავთ იმას, აი ხო იძახიან, რომ რაც შენ არ მოგწონს სხვაში, ესე იგი შენ შეეძებ. აი ზუსტად აქ მოხდა ეს მომენტი, რომ ამას და ჩვენ ხო ეხლა ურთიერთობაში არ არსებობს, რომ დაუშვათ ეხლა მოვიდა პარტნიორი და მარტო თქვენ თქვათ მუშაობ და თქვენ უნდა დაამუშავოთ რაღაცა სისულელე. ორივენი მუშაობენ, უბრალოდ ეხლა, აი ჩემი ეხლა უკვე რო ვაკვირდები, გოგოები უფრო აშკარად აკეთებენ ამას რა, გოგოები მიდიან თქვათ კონსულტაციებზე, გოგოები რაღაც ტრენინგებზე დადიან, რაღაცებს სწავლობენ, რაღაცა აინტერესებს ფსიქოლოგია, ასტროლოგია, რა აქვს მნიშვნელობა სად, მაგრამ აი ბიჭებს ცოტა უჭირთ რა. და ვინც მართლა დგება ამ ფეხზე, მე ძალიან აი სულ ვამბობ, რომ მე პატივს ვცემ ძალიან, ასე
ასეთ ადამიანებს, ვინც ნამდვილად, აი იმიტომ ეს ბიჭებზე მაქვს ლაპარაკი, გოგოები თავისთავად ეგეთები არიან, მაგრამ ბიჭებს, ვინც ნამდვილად ეძებს ინფორმაციას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია რა. ესე იგი, ეს უკვე იმისი დამახასიათებელი, რომ ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი ეს ურთიერთობა და მაქსიმალურად უნდა რომ გაარჩიოს, თქვათ, ნუ რა ხდება რა ჩვენ შორის, თქვათ, მიყვარს ეს ადამიანი რა და იმას კი არ ცდილობს, რომ თქვათ, ძალადობა აქ გამოიყენოს, ხო? და გინდა არ გინდა უნდა იყოს ჩემი, არა. თუ რამე არ გამოდეს, აი მართლა პატივს ვცემს სულ ყველას, ვინც აი ბიჭები, ნუ დადიან ასე კონსულტაციებზე რა, ძალიან პატივს ვცემ, იმიტომ რომ ეს უკვე ნუ სხვა დონეა რა, ასე რომ ვთქვათ. რომ ყოველ შემთხვევაში ადამიანი ცდილობს და ნამდვილად არც ფული ენანება და არც არაფერი მე მყავს ეგეთი ადამიანები, სხვათა შორის აი როგორც უკვე დაჟე ზოგი მუდმივი კლიენტების ბიჭები აი აინტერესებს ძალიან რომ აი რატო რა ხდება ამიხსენით, ნუ იმიტომ რომ ახლა ძალიან რთულია ისე ხალხის გაგება, ხო? მაგრამ ადამიანი ცდილობს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის მაგისთვის ურთიერთობა და და იმიტომ მე ყოველთვის გთხოვთ, რომ აქ ჩემთან არღზე ცუდად არ მოიხსენიოთ თქვენი პარტნიორები, რატომ და იმიტომ რომ თქვენ კი შეიძლება ამ წუთში გული გტკივა, შეიძლება ნერვებიც გეშლება და ყველაფერი, მაგრამ ხო გქონდა შენ მაგ ადამიანთან ისეთი მომენტები, როცა იყავით ტკბილად და კარგად. აი ნახეთ ახლა. მაგ დროს ხმაც მიჯდება, რომ გეუბნებით ნამდვილად საკრალურ რაღაცებს, ხო? ხო და ამიტომ გთხოვთ ძალიან არ დაწერო, მე ვბლოკავ ეგრევე. ყველას, იმიტომ რომ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, ის ადამიანი მე არ ვამართლებ, კარგად გამიგეთ რა, მაგრამ მე უბრალოდ სხვანაირად უყურებ ურთიერთობას რა. და თუ ადამიანი მოძებს და ტკივილს გაყენებს, ესე იგი შენ ცდილობს მაქსიმალურად დაგეხმაროს, მაგრამ შენ თუ არ გესმის და მაინც ჯიუტობ და მაინც ახლა არ გინდა რომ განვითარდე, ეს შენი პრობლემა რა. ეს შენი პრობლემა. მე არ ვიძახ რომ უნდა იყო ტირანტთან და ისეთ ადამიანთან, რომელიც თქვათ აბიუზერებთან და ეგეთ ვიღაცებთან. ნამდვილად ახლა რა სისულელეა, მაგრამ ესაც მაპატიეთ, იმიტომ არის რაღაცეთ მოიზიდე ეს ადამიანებიც რა. აი ახლა გუშინ მქონდა კონსულტაცია გოგოსთან და ზუსტად ეს მომენტები იყო. მე ხო მატრიცასთან ერთად ვაკეთებ და იმდენი პროგრამები აქონდა გოგოს, იმდენი ძალადობა და რა ვიცი, ნუ კაროჩე ძალიან სულს წინა ცხოვრებაში ისეთ რამეებს აკეთებ და თვითონ სულია, რომ სულ ეხლა რომ მეუბნებოდ აი ისეთია გაუპატიურებაც იყო, რაღაც ძალადობაც იყო, ისეც და რატო ვერ გავიგე რა და ძალიან მშვენიერი კაი გოგო. იმიტომ რომ სულს აქ ეს პროგრამები რო და გადავხედე მაგის მატრიცას, შოკში ვიყავე. და მე არ მიკვირს მეთქი, უბრალოდ ეს ადამიანები, ვინც მოდიან თქვენთან, ნამდვილად ცდილობენ რომ დაგეხმარონ, რომ იმუშაო შენს აგრესიაზე. მიხვდით? ამიტომ ძალიან ეცეთ პატივი თქვენს პარტნიორს. არ გინდათ, არ მოგწონთ ხო? ნუ ლანძღავთ, თქვენ გიბრუნდებათ უარესი მერე სიტუაციები. რა გინდათ ერთი ძალიან მაინტერესებს რა ახლა. ადამიანი ჯერ ესეთ არავინ, აი თქვენ ხართ ვალდებული რომ გიყვარდეთ. ის ადამიანი, ვინც გეუბნება, რომ თქვა, აი მიყვარ ხარ, მინდევ ხარ, შენს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია და შენ საერთოდ ეს ადამიანი არ გაინტერესებს და ახლა ის ადამიანი რო იტყვის რა ეს დეგენერატი ქალია, მე მაგას ყვავილებით ვაჯუქე, კაფეშიც დავპატიჟე, პატივიც ვცემ, ისა რა, ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ და ეს იდიოტი ქალი არ საერთოდ არ, აი ხო სისულელეა. სისულელეა, ხა ნუ არ მინდა და არ მიყვარ ხარ, რას ვქნა ვერ გავიგე, ხო? აი ეს არის. იგივე არის, ის პარტნიორის და ჯერ ეს ერთი ხა იმან გთხოვა, შენ რო იყავე, აი ეს პირველი მეორე და კამპოტი რო უკეთო მაგას გთხოვა, თუ გთხოვა, ესე იგი შენ მისი ცოლი ხარ. თუ მისი ცოლი არა ხარ, ესე იგი არ უთხოვია. იმიტომ რომ ცოლი და ქმარი ეს სხვა თემა. პარტნიორები, რომელიც არ არიან ცოლ-ქმარი, ეს სხვა თემა. ამაზე მთელი ტრენინგი მაგ გაკეთებული. ამიტომ ეს გაითვალისწინებ ძალიან გთხოვთ. და ნუ ლანძღავთ ერთმანეთს. ბიჭები ნაკლებად ცოტ შორის იციან, გოგოებმა უფრო იციან. მოდით ნახოთ ახლა ჩვენ, ესე იგი რა გააცნობიერა მან დღეს შენზე, აი თავის გონების დონეზე ნახოთ ახლა ჩვენ. რა
კიდევ ნახოთ, ახლა ესეთი კითხვა მინდა დავუსვა. რა აღმოჩნდა მისთვის მოულოდნელი ან ახალი შენში. ხო? ნახოთ ახლა როგორ რას მიხვდა ის შენს მნიშვნელობაზე მის ცხოვრებაში. ნახოთ ახლა რას ვეღარ აიგნორებს რა შენში, ასე რომ ვთქვათ, ნუ აგეხსნით რა ამ პოზიციას მერე და ვნახოთ ახლა так, მოიცადეთ. ხო, კაი, იყოს შენი პასეულობა აი აქ არის, ხო, მოიცადეთ ახლა. ერთი წუთით ხა შევამოწმე, მე ხო იცი მიწერე ყველაფერი. და როგორ კიდევ ნახოთ ჩვენ იმოქმედებს ის გააზრება მის შემდეგ ქმედებაზე. всё. აჰა, ნახეთ, მზედა. ნუ აქ ხო გეუბნებით, აქ არის მონათესავე სულები რა კი არიან ახლა, აი ხალი. კაი, მოდით ახლა წინ არ მინდა გავიქცე. всё, ეს იყოს აქ, თუ დამჭირდება დამეხმარება. არ მინდა ახლა ბოლო სიყვარული გიგავდა ძალიან მაგარი გოგო კი ხარ თქვენ აქანს რაღაც საქმაოდ ძლიერი და მაგარი გოგო. так, всё, დავიწყოთ ახლა. ანუ ესე იგი რა გააცნობიერა მან დღეს შენზე გონებრივ დონეზე, რა გააცნობიერა, ის გააცნობიერა, რომ შენ შეგიძლია ძალიან მარტივად მიატოვო და წახვიდე. აქ ახლა ეთქობა, არის სიტუაცია, როცა გოგო არ ეკიდება, როცა გოგო არ ის 15 მესეჯს არ წერს და უბრალოდ ადგა და წავიდა. და თქვა, რომ იცი რა არის, ახლა კარგად ბრძანდებოდი, იმიტომ რომ ნამდვილად, იმიტომ რომ არჩევანი გააკეთა გულით და ნუ შეუძლია რა მიხვდე რა, ნუ შენ როცა დაუშვათ რაღაცა არ მოგეწონება, თუ შენ ვერ მიიღებ იმას, რაც შენ გაქვს მისაღები, თქვა, თუ ნუ მე კარგი აზრით ვიძახე მისაღები, ახლა ყველას თავისი უნდა ხო ეს ურთიერთობაში, ჩვენ საჯარო გაშლა გვაქვს, ხო? და ანუ ნებისმიერ დროს მე შემიძლია წავიდე. ანუ აქ ახლა მიხვდა მაგან, რომ უკვე შეიძლება ბევრი თქვენ ვითმინეთ, მაგრამ თქვით, რომ იცი რა არის, მე უკვე მინდა დავასრულო ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, შეიძლება გიყვართ კიდევაც ეს ადამიანი, მაგრამ მიხვდა, რომ უკვე თქვენს ნამდვილად აი შეგიძლიათ დატოვოთ ეს ყველაფერი და შეგიძლიათ წახვედეთ ვაფშე სულ სხვა განზომილებაში, სულ სხვა ცხოვრებაში რა, მიხვდა ძალიან კარგად რა. თან ზუსტად გონებაზე ხო ვკითხე, მე გონების დონეზე და ზუსტად ეს არის გონების დონეზე, რომ ხვდება, რომ ყოველთვის, ნუ პრინციპში აქაც გვაჩვენეს, იმიტომ შიში აქ რომ წასვლას მე ხო გითხარით, აი აქ ეშინია, რომ თქვენ ვაფშე მიატოვებთ მაგას და მიხვდა ძალიან კარგად, რომ კი, აი ზუსტად ყველაფრის მიუხედავად თქვენ შეგიძლიათ აი თუნდაც ნახეთ აქ არის წასვლა სიყვარულით, აქ არის წასვლა იმის მიუხედავად, რომ თქვენ ნამდვილად ეს ადამიანი გიზიდავთ, თქვენ ნამდვილად ეს ადამიანი თქვენთვის მნიშვნელოვანი კი იცის, რომ თქვენ და პლუს, ნუ ესე იგი ამას გამოსვლა შეგიძლიათ თქვენ ამ დამოკიდებულებიდან. მიხვდით? აი ამას ახლა ეს ძალიან კარგად ათვიცნობიერებს. ძალიან კარგად, იმიტომ რომ გააცნობიერა ის მომენტი, რომ თქვენ იმიტომ რომ აქცივი გონება ჩართულია უკვე გაიგეთ და ამიტომ აქ უკვე ადამიანი კი მიყვარხარ, კი ძალიან აი იგივე არკანები პრინციპში აქაც გვაჩვენებენ, ხო? კი მნიშვნელოვანი ხარ, კი შეიძლება შენს გარეშე მიჭირს, მაგრამ მაინც მე ყველა ვარიანტში შემიძლია წავიდე. ანუ ამ დამოკიდებულებიდან, ან მიჯაჭვულებიდან შეგიძლიათ თქვენ წასვლა. აი ეს ძალიან კარგად მაგან გააცნობიერა. ნახოთ ახლა რა გახდა მაგისთვის, რა აღმოჩნდა მისთვის ახლა მოულოდნელი ან ახალი შენში. ნუ კიდე ნახეთ რა ხდება, შეხედეთ. მე გეუბნებით, რომ так, კიდე გოგოებო თუ ნუ პირველი იცით რა არის? აი აქ უეჭველე მე მაჩვენებენ სიტუაციას, მე ხო გითხარით, ნახეთ, აქაც ახლა თქვენთვი, აი როგორ რა მინდა გადმოგცეთ, იცით? აი აქ არის ძლიერი პიროვნება, ძლიერი ქალი. იმის მიუხედავად, რომ ურთიერთობა არის მისთვის მნიშვნელოვანი, უყვარს, აქ სიყვარული არის 100%, მაგრამ
მაგრამ აქ ადამიანი ირჩევს თავის თავს. რატომ ირჩევს თავის თავს? იმიტომ რომ თუ დაუშვათ ადამიანი არ აკეთებს არჩევანს, თუ დაუშვათ აქ ვერ აკეთებს არჩევანს, ხო? თუ დაუშვათ მიდის სულ ეს წამება. კი, შეიძლება რაღაცა ხანი იყო მაგ პერიოდში, მაგრამ უკვე იცი რა არის, აი როგორ არის იცით? აქ სხვა შეიძლება ორივენი როგორი ტიპები ხართ, მოსწონ ხარ სხვა, თქვათ, პიროვნებებსაც, მაგრამ მაინც ამ ურთიერთობაში ხართ, მაგრამ აქ იმდენად რთულია უკვე, რთული პერიოდი გახდა, რომ თქვენ უკვე მართლა გადაწყვეტილება მიიღეთ, მივდივარ აღარ მინდა უკვე ეს ნერვიულობა, აღარ მინდა უკვე ეს სულ ვიყო აი ასეთ მდგომარეობაში, ხო? მე მივდივარ, მივირჩევ ჩემს თავს. აქ სხვათა შორის კიდე მაგასთვის ხო და მაგისთვის ეს გახდა ძალიან უცნაური, იმიტომ რომ მაგენ ძალიან კარგად იცის, რომ თქვენს, ანუ შეიძლება აქ დიდი ხანია გქონდა თქვენ უსიამოვნებები, რაღაცები, მაგრამ მაინც იყავით ეთყობა ურთიერთობაში, გაიგეთ, მაინც ბრძოლა გქონდათ, თქვენ ვერ მიდიოდეთ, შეიძლება ბევრს ფიქრობდით, ხო? შეიძლება ბევრჯერ გქონდათ სიტუაცია, როცა თქვენ ვერ გამოდიოდეთ ამ ურთიერთობიდან, ხო? იმიტომ რომ ვერა და აი ახლა ადეგეთ და წახვედით, გაიგეთ რა ხდება. თან შეიძლება ამ ადამიანმა იცის, რომ თქვენ გიყვართ ეს. იცის მაგან ძალიან კარგად, რომ თქვენ გიყვართ, თქვენ გაქვთ გრძნობა ამ ადამიანის მიმართ, იცის მაგან. და რას ქვია წავიდა. გაიგეთ? იმიტომ რომ აქ ამ მდგომარეობაში ახლა ნამდვილად ძალიან რთული იყო გამოსვლა, მაგრამ დაინახა, იმიტომ აქ პირველი რაც მაჩვენა წავიდა, მაგრამ იმედი კი აქვს, მაგრამ შიშიც აქვს ძალიან, რომ აი რომს გამოვეკიდო, მაინც წავა, იმიტომ რომ უკვე დავღალე. მიხვდით? და აი ნახეთ, თან იცის, რომ თქვენ გიყვართ, ხო? ამასაც უყვარხართ. მაგრამ აი აქ ეს გაუკვირდა ძალიან მაგას, რომ თქვენ აქ ადეგეთ და მიატოვეთ. ეს გახდა მისთვის ახალი. კი, აი ნახეთ როგორ მელაპარაკება საერთოდ დღეს ტარო. ეს თქვენ, აი როგორც თქვი, ხო? გულით, აი ეს არის ნაკადში მუშაობა. გულით გაკეთებული არჩევანი. აი ეს გახდა, რომ თქვენი თავი, აი თუ აქ თქვენ იყავით მასზე, თქვათ, ახლა მიჯაჭული თქვენ იყავით, აქ ძალიან არავერ დავტოვებდა რაღაცა, შეცვალეთ რაღაცნაირად თქვენ აი აქ საქციელი თქვენი. და იმის მიუხედავად, რომ თქვენ გაქვთ გულში სიყვარული, თქვენ მიატოვეთ და წახვედით და თქვენი თავი აერჩიეთ. გამიგეთ? აი ეს გახდა მაგისტრის მოულოდნელი. ან ახალი. შეიძლება, იმიტომ რომ აქ დარწმუნებული არის, რომ უყვარხართ. მაგრამ აი პლუს კიდე შეიძლება რა იყოს, იცი თქვენ შეიძლება ისიც შეიცვალეთ. სხვანაირად გამოიყურებით დაუშვოთ, ხო? არაჩვენებთ არავის, თქვათ, ახლა რო თქვენ სხვა, აი შეიცვალეთ, მაგრამ შეიცვალეთ. ამით იზიდავთ უფრო კიდე ამას და უფრო მეტი შიში გამოიწვიეთ მასში, რომ თქვათ, დავკარგავ. ამ დროს ხო გეუბნეთ, აი აქა ძალიან მშვენივრად კარგადაც შეიძლება ეს ადამიანი ძალიან უყურადღებოდი ქცეოდა, ხო? და ეხლა ძალიან კარგად იცოდე, რომ თქვენ აი აქ ამათან იცით რა არის აქ კიდე რა მომდის ახლა, რომ შეიძლება მას даже მოსწონდა ის მომენტი, რომ თქვენ იმის მიუხედავად, რომ ბევრს შეიძლება მოსწონხართ, ხო? მაინც აი ხო გტანჯავს ეს, მაგრამ მაინც იმის მიუხედავად, ნახეთ აქ გოგოს როგორ აქ დასრესილი ეს ზურგი, მაინც მას ირჩევდა, ამით იყო ამაყი, გაიგეთ, რომ მე ვამაყობ, იმით რომ მაინც მე ვუყვარ კი, ხო ასე იტანჯება და ხო ასე ტანჯავდა, ხო ასე აი არა ვარ მე თქვათ ახლა ჩამოყალიბებული საბოლოოდ, ხო? მაგრამ აი ასე ძალიან მაინც მაგას ვუყვარვარ. მიხვდეთ რა ხდება, მაგრამ აქ გოგო არის სხვანაირი. კი, აქ გოგოს აქ სიყვარული, აქ გოგოს აქ კიდევაც ის მომენტი, რომ თქვათ ახლა მიჯაჭულიც ხართ, კი ბატონო, მაგრამ გამოდიხართ. აი აქ გამოსვლა კიდევაც ეს არის უკვე მაღალი პილოტაჟი. როცა გიყვარს და მიდიხარ. იმიტომ რომ აქ ახლა მე ვერ ვეტყვი, რომ შეიძლება გქონდათ თქვენ ადრე რამე აქ ახლა ჭუბებით, შეიძლება თქვათ, გქონდათ ის მომენტები, რომ თქვენ ეუბნებოდით, რომ აი ასეთ და ისეთ და ასე შემდეგ, მაგრამ აქ დაასრულეთ.
ეს ყველაფერი და უბრალოდ აირჩიეთ თქვენი თავი და წახვედით. გამიგეთ? თქვენი თავი აირჩიეთ. აი ეს არის აქ რა. ნახოთ ახლა ჩვენ რას მიხვდა ის შენს მნიშვნელობაზე მის ცხოვრებაში. რას მიხვდა? იცით რა არის, რა გეტყვით რა მიხვდა მაგან აქ. მაგან მიხვდა რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც მართლა მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ და თქვენ უეჭველი ეს ადამიანი გამოაღვიძეთ. იმიტომ რომ ნახეთ მე რასაც დავიწყე ხო თავიდან რომ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში მოვდივართ იმისთვის რომ გამოვაღვიძოთ ერთმანეთი. მიხვდით? და ამიტომ არის აი ეს აქ ხოთრეს იცით რა არის კიდე მოიცადე დაუბრუნდა ზოგი შეიძლება წავიდა თვითგანვითარებაში ან აირჩია არა მხოლოდ თქვა ნუ ჩემი თავი ავირჩიე რას ნიშნავს ხო დავიწყე იმისი კეთება რაც მე მომწონ ზოგი ეზოტერიკაში წავიდა სხვათა შორის და ესეც გაუკვირდა დაუშვით ახლა რა ნუ სიტყვაზე გახდეთ ტაროლოგი ან ასტროლოგი რა ვიცი ან ფსიქოლოგი გახდეთ რა ვიცი რაღაცა შეიძლება ისეც გაუკვირდა აი აქ იმიტომ რომ ნახეთ თქვენ ხართ როგორი ტიპის ადამიანი მნიშვნელოვანი ნაკითხი ადამიანი რომელსაც თვითონ ვითარდება ბევრი რაღაცა იცით შეიძლება პრაქტიკებსაც აკეთებთ ნუ ყველაფერი ერთად მაგრამ აი აქ თქვენ ეს ადამიანი იმიტომოდ გახდეთ თქვენ ძირფასი რომ შეცვალეთ მისი ცხოვრება გამოაღვიძეთ და მაგან მიხვდე რომ რაღაცა მე სად ვიყავი ვერ გავიგე საერთოდ აქამდე რომ თურმე ცხოვრება სხვანაირი ყოფილა ანუ დაჟე გამოხვედით აი ასე თქვა ნუ მასწავლებელი მისი მასწავლებელი ადამიანი მასწავლებელი კარგი გაგებით ასწავლეთ ჭკუა ხო შეიძლება თქვენი ქცევებით თქვენი მიდგომით და ასე შემდეგ მაგრამ აი აქ ადამიანმა გამოფხიზლდა ანუ მისი ცხოვრება შეიძლება მიდიოდა თავისი თქვათ ხო რაღაცა გამოდიოდა რაღაცა არ გამოდიოდა შეიძლება რაღაცა მაგრამ აი აქ უკვე გადაიყვანეთ თქვენ სხვა ეტაპზე ეს ადამიანი და ყველანაირად აი შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი დრო თქვენ ძალიან ბევრ რაღაცას მიაღწიეთ ამ ურთიერთობაზე შეიძლება თქვენ მაგას ვერ ხვდებით მაგრამ ეს მასია რომ ყოველ შემთხვევაში ადამიანში თქვენ ჩართეთ ისეთი ენერგიები რომ მაგან თქვა რომ რაღაცა მე მგონი ამ ნუ სხვა ფიქრები სხვა აზრები სხვა თუნდაც ახლა შეიძლება ვაფშე ტიპი არაფერს არ უცნებობდა დაუშვოთ ხო და თქვენ მაგაში აი თქვა გამოაღვიძეთ ის მომენტი რომ ისე რა ქვია რომ რაღაცა შეიძლება უნდა ვიფიქრო რა მე მომავალზე თქვა ხო შეიძლება სტაბილურად იყო თავისთვის რა სამსახურის სახლი მაგრამ თქვენ რო გამოჩნდეთ მის ცხოვრებაში ეგრევე აი აქ ნუ ეგრევე არა შეიძლება აქ დრო და პერიოდი და რაღაცა და ეს სიტუაცია უეჭველი ახლა იმისთვის არის აქ რომ ადამიანი გამოფხიზლდა ასე რომ ვთქვათ რა ნუ უეჭველი გეუბნებით მიხვდა რომ აქ даже შეიძლება თქვენ იმოქმედეთ რაზე იცით რომ აი მაგისი თქვათ დაუშვოთ ყავდა მაგას თავისი ნუ მეგობრები თქვათ ხო თავისი ნუ სადაც ტრიალებდა ეს ბიჭი და აქაც даже ისიც კი მიხვდა რომ აღარ მაინტერესებს მაგათთან არაფერი ვაფშე საერთოდ არ მაინტერესებს რა იმიტომ რომ ნუ ახლა ნუ კი მეგონა რომ ყველაფერი იმიტომ რომ პლუს კიდე ეს ბიჭი შეიძლება დიდი ხანი იჯდა კომფორტის ზონაში გაიგეთ ანუ დაუშვათ ახლა რაც იყო მის ცხოვრებაში ეს ყველაფერი მაგას მოსწონდა რა და არანაირად ახლა რო გითხრათ ახლა ვთქვათ წუხდა არა მაგრამ გამოიყვანეთ იმ კომფორტის ზონიდან თქვენ რა და პლუს კიდე ის მეგობრები რომელიც ყავდა მაგას შეიძლება მიხვდა მაგან რომ უკვე ეს მეგობრები რაღაც ვეღარ არა ვერ ნუ უკვე გადავიზარდე რაღაცა შეიძლება თქვენგან აქ რაღაცები ისწავლა მიხვდეთ და მიხვდა რომ ან შეიძლება თქვენ ეუბნებოდეთ რომ შეცვალეთ თქვათ ეს მეგობრები არაფერს კარგს არ გაძლევენ ეგენი და ასე შემდეგ და თქვენ უეჭველი ნუ რო გამოაღვიძე კი ნახეთ რა გავუკეთეთ ამ ადამიანს თქვენ და მიხვდა მაგან რომ ხო ნუ всё ხო რას გითხარით
აი მაგან მიხდა რომ თქვენ გახდეთ ის ადამიანი, ვინც უკვე აი საბოლოოდ გამოიყვანეთ ეს კომფორტის ზონიდან. აი ეს არის უეჭველი 1,000,000%-იანი გეუბნებით, ну უბრალოდ არ მიდასტურებს, всё. და ეს მნიშვნელოვანია სხვათაშორის, რომ იცოდეთ რა. მარტო ის რომ მიყვარხარ და გიყვარ ვარ, ეს არაფერი არ არის, იმიტომ რომ აი აქ ზუსტად რა, გოგო მოვიდა ამის ბიჭის ცხოვრებაში იმისთვის, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ ასრულებს სხვათა შორის და თქვენც რა თქმა უნდა იზრდებით, იცვლებით რა, ეს თავისთავად ცხადია რა. და ვნახოთ ახლა რას უკვე ვიღარ იგნორებს შენში რა. ну ის რომ შენ ხასწავლე მას ჭკუას. ну რას გეუბნებით რა, რომ უკვე მაგას არ შეუძლია რომ თქვას, მიხვდა რა, შეიძლება დაუშვათ მე ახლა არ ვიცი რამდენად გაწნობიერებიჭი ვიყავ თქვენ ახლა რომ შეიძლება თქვენ შეეუბნებოდეთ რაღაც აი კარმული ურთიერთობა და რაღაცა რა ვიცი რა ვიღებ. შეიძლება თვითონ წაიკითხა. მაგრამ ის რომ თქვენ მასზე მოქმედებთ, ის რომ თქვენ მაგრად მაგაზე მუშაობთ, ის რომ კი იმის მიუხედავად რომ თქვათ ეს ადამიანი გეწინააღმდეგებთ შეიძლება და რაღაცები ძალიან მშვენივრად კარგად ხდება. აი აქ ისე ამოაგდეთ ეს ადამიანი თქვენ კომფორტის ზონიდან, ისე ამოაგდეთ და ისეთი აქ უკვე აიძულეთ რომ დაიწყოს რაღაცა ქმედება ამ ადამიანმა, ხო? საერთოდ ქმედებაზე ვიცახე მე. აქ შეიძლება ისეთი ადამიანი იყო რომ მართლა ხო გითხარით რომ აი განვითარება ცნოლი იყო. მაგრამ აი აქ არის უკვე მიხვდა მაგ ადამიანმა რომ ვეღარ აიგნორებს იმას რომ შენ მაგას აიძულებ იმოქმედ. კი, აი მოგითხარით. რომ თქვენ ხარ ის ადამიანი, ვის მეშვეობითაც თქვენ მაგას თუნდაც აფიქრებინებთ იმაზე, რომ ეს არის კაცი და კაცს აქვს თავისი მოვალეობები. მიხვდით? აქ შეიძლება სულაც ვაფშე ადამიანი არაფერი გეუბნებთ, არაფერზე ვაფშე შეიძლება არ ფიქრობდა. ну ხა რასაც რა ცხოვრებაც ქონდა, ის ცხოვრება მაგას აწყობდა, მიხვდით? მაგრამ რა არის ახლა გეტყვით, იცით? საერთოდ აი აქაც მოხვედრა არის როგორი მომენტი, იცით? არ აქვს მნიშვნელობა, შენ შეიძლება მილიონერი იყო. აი შენ შეიძლება იყო მილიარდერი, შენ შეიძლება იყო ვაფშე უმუშევარი, არ აქვს მნიშვნელობა. და კომფორტულად გრძნობ თავს იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაში ხარ, რაღაცა პერიოდი, ხო? და არ მიდიხარ, აქ სული მოვიდა სამუშაო და განვითარებისთვის, ხო? აუცილებლად მოხდება ან სიტუაცია, ან ადამიანს გამოგიგზავნიან, ამ სიტუაციაში შეგიქმნიან იმისათვის, რომ გამოგაღვიძონ, გამოგაფხიზლონ. მიხვდეთ? ну აი აქ ამ შემთხვევაში თქვენ გახდეთ ესეთი ადამიანი, ვინც უთხრა რომ კარგი რა, ну ბავშვი აღარ ახარ უკვე შენ. აღარ ახარ ბავშვი, შენ უკვე კაცი ხარ, კაცურად იმოქმედე, პატარა არ ახარ, აქ შეიძლება წლოვანებით იყოს კი. ну არის ზოგი მაგალითად ახლა 30 წლის ასაკში მამაკაცი შეიძლება იყოს უკვე ისეთ წარმატებული და ისეთი, ну ყოველ შემთხვევაში პასუხისმგებლობები და რაღაცები იცეს რა. ზოგი შეიძლება 50 წლის იყოს და იქცევა პატარა ბავშვებით რა და კიდევ ვერ ხვდება რომ უკვე უნდა გაიზარდოს. ну რა თქმა უნდა ახლა აქ შეიძლება რაღაც მომენტები მოქმედებს, არ გამოვრიცხავ, მაგრამ აქ თქვენ მაგას ახლა უკვე დაანახეთ რომ ის არის და თუნდაც ახლა კიდე ნახეთ რა ინფორმაცია მომდეს თუ დაუშვოთ თქვენ თან იყო ეს ადამიანი როგორც საყვარელი ტიპი, ხო? აი პროსტა საყვარელი ტიპი, საყვარელი. მოდიოდა მარტო თქვათ ეს მიხვდა ძალიან კარგად, აი აქ ვეღარ აიგნორებს უკვე, რომ უკვე ამ როლიდან, პატარა ბიჭის როლიდან, რომელიც ახლა თქვათ, რაც მინდა იმას ვაკეთებ, თუ რამე არ მომწონს, აი ხო იცით ბლატაობა. უკვე всё. აი აქ მაგა უკვე ვერ იმაშობა, რომ თქვენთვის არის ეს მართლა თვითონაც ხვდება, რომ თქვენთვისაც მნიშვნელოვანი ტიპი და თვითონაც უკვე უნდა პასუხისმგებლობის აღება. აქ რამხელა ნახტომია თქვენ ხო აზრა ახლა რამხელა ნახტომია. აი ეს არის თქვენი დამსახურება, შეგიძლიათ მაგრად ამაყოთ. ამით. რომ თქვენ უკვე მაგი ხვდება, რომ всё პატარა ბავშვი აღარ შეიძლება იყო რა. და უკვე ვერ აიგნორებს უკვე ამას რა, იმიტომ რომ უკვე დაინახა რომ თქვენ მასში ზრდით კაცს, რომ თქვენი მეშვეობით ეს ადამიანი იცვლება. ეს იცოდეთ.
და ვნახოთ ახლა როგორ ეს იმოქმედებს ეს მაგისი გააზრება მის შემდეგ ქმედებას, აი როგორ. ნუ აქ ქმედება რა არის ახლა აქ ახლა რო გითხრათ კი მაგი ხვდება რომ უნდა გახდეს იმპერატორი გენაცვალე, მაგრამ ქმედებაზე რა გითხრათ ჯერჯერობით ახლა ნუ შეიძლება რაღაცა ნუ თუ უმუშევარი იყო, სულ მცირე მუშაობას დაიწყებს გოგოებო, დივანიდან ადგება ეს ადამიანი და დაიწყება მიხვდება რომ უნდა იმუშაოს. ეს კი თუ დავუშვათ ეს პრობლემა ჰქონდათ. ან სულ მცირე უნდა ისწავლოს რაღაცა. აჰა, პლუს კიდე აქ როგორი მომენტი, იცით? ძალიან კარგად აჰა. კი ბატონო, ქმედებაზე რა. აქ ადამიანი კიდე ნახეთ რა ხდება. ნუ მიხვდება, არ მიხვდება, მაინც აქ მაღალი ძალები ჩაერთობა, მაღალი არკანები წამოვიდა. აქ სხვათა შორის ეს ადამიანი შეიძლება და ქართულად ახლა სიტყვა მომეწით, ნუ შეიძლება მიხვდეს ის რომ აი გააცნობიერებს იმას რომ აი იცით როგორ აი იმას რა ქვია კვეცნობიერად მიხვდება რომ რაღაცები ძველი რაც უკვე არ მუშაობს იმაზე უნდა ის უნდა გაუშვას რაღაცა ძველ პროგრამებს უშვებს იცით იმიტომ რომ აი აქ რას იმოქმედებს იცით კიდე გამოჩნდება ყველა ვარიანტში მაგრამ აქ თითქოს რაღაც განახლებული გამოჩნდება რა. კი ბატონო, განახლებული ხო გითხარით. კი. აქ იცით რა, ნახეთ, ეს ყველაფერი ამაზე იმოქმედებს ისე რომ მაგი ნამდვილად მიხვდება რომ რა აღარ მუშაობს ის, რაც მუშაობდა ადრე ამ თქვენ ურთიერთობაზე. და აქ მოვა რაღაცა სხვა, აი განახლებული გეუბნებით რა. სულ სხვანაირი, აზრებით სულ სხვანაირი, ვერ იცნობთ ალბათ მაგას საერთოდ რა. აქ თუ მანძილი არის, აი ნახეთ შეცვლილი მოვა ეს ადამიანი თქვენთან, ვაფშე სულ სხვანაირი მოვა. ნუ კარგით, მოდით ახლა თქვენთვის რჩევა. ტაროსგან რჩევა, აქ რაღაც ერთი შუქი ჩამეკრა. თქვენთვის რჩევა. გოგოებო, თქვენ. ნუ ბიჭებო, თუ თქვენი პარტნიორი იცანით, არ ვიცი. შეიძლება ბიჭებმაც იცნეს და აქ თქვენთვის რჩევა. პირველ რიგში რას გვეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არანაირი ნერვიულობა არ დასაჯო შენი თავი, არ იფიქრო იმაზე, რომ შენ ვერაფერს ვერ აკეთებ. იმიტომ რომ შენ ბევრი რამე გააკეთე იმისათვის, რომ აქ სიტუაცია შეცვლილი იყო. აქაც ჩვენ ხო გვაჩვენეს საწავიდა ეს ჩვენი, აი. უკვე მან, ანუ შენ ისედაც ბევრი რაღაცები გააკეთე. კი. და ბევრი რამე შეცვალე უკვე შენ ისედაც და რჩევაში რას გულისხმობ. ანუ ყველანაირი დარდი რამე რომ ყველაფერი გავუშვი აბსოლუტურად, ხო? აბსოლუტურად ყველანაირად გავუშვი ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ადამიანი გამოჩნდება, ყველა ვარიანტში გამოჩნდება. არის ნერვიულო, შენ ყველაფერი გააკეთე სწორედ, აბსოლუტურად ყველაფერი. მთავარია ეხლა არის დარდო, მთავარია თუ შენ რაღაც განვითარება შენი მიდეს გააგრძელე. შენ უკვე გააღვიძე, შენ უკვე მაგაში ჩართე რაღაცა, ჩართე რაღაცა გასაღები იპოვე. გასაღები უკვე იპოვე, მოდის ეგ თავისი, მეკითხარი თავისი სიყვარულით მოვა ეს ადამიანი. იმის მერე, აი, ნახეთ, იმის მერე რაღაცა თვითონ აჩერებდა, აი, რასაც აჩერებდა თავის, რასაც ეს ბრძოლობდა, ხო? აი, ამ სიტუაციამ, რომელიც იყო გაჩერებული, რომ სადაც იყო ეს ყველაფერი გაუგებრობები, ძალა, თქვენი ძალა. ნუ всё, რაღაც მინდა ამდენი. მამადით.
სხვათა შორის თქვენშიც ამ ადამიანმა გააღვიძა ძალიან დიდი ენერგიები, რაც იყო თქვენში დახურული, გახსნა თქვენი პირადი ძალა და თქვენი პირადი დანიშნულება. აი ხა რასაც თქვენ აკეთებთ, ხო? მადლობა ამასაც უთხარით რა, აქ ძალიან მაგარი წყვილი, აჰა, თქვენი იმპერატორი კიდე ნახეთ. ნერვიულობს ახლა. იმიტომ რომ დანაკლის განიცდის თქვენს გარეშე, ძალიან ცუდად გრძნობს თავს, შემიძლია გაგახაროთ. აუცილებლად მაგას აიძულებენ და მოქმედება იქნება აქ ყველა ვარიანტში სრულიად მოულოდნელად გამოჩნდება ეს პიროვნება. მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. всё, ჩემო ლამაზებო, გელოდებათ კომენტარებში მომწერეთ, რამდენად მოგეწონათ ეს გაშლა.